ნებისმიერი ქალი, რომელშიც სიცოცხლეა ჩასახული, ის იმყოფება ღვთისმშობელი მარიამის მფარველობის ქვეშ, იმიტომ რომ არ არსებობს იმაზე დიდი მადლი, ვიდრე შთაბეროს სიცოცხლე და მოავლინო ის დედამიწაზე. ამიტომ როგორც კი ქალის სხეულში ჩაისახება ბავშვი, არ აქვს ამას ნიშნულობა სუროგატი იქნება ეს დედა თუ არ იქნება სუროგატი. მაშინვე ღვთისმშობელი მარიამი იწყებს მის მფარველობას. თვით ღმერთი იცავს დედას. ეჭვმეპარება აცნობიერებდეთ, რას ნიშნავს, როდესაც ღვთისმშობელი მარიამი იცავს დედას. როდესაც საქართველოში შემოვიდა სუროგაციის პროგრამა და სუროგატი დედები დათანხმდნენ ამ გმირულ მოქმედებას, მოძღვრებიდან წამოვიდა დიდი აგრესია, რა თქმა უნდა უმეცრების. ყველაფერს აგიხსნით, რა ბოროტება გააკეთეს. მოძღვრებმა წამოიწყეს კომპანია, რომ სუროგაცია ბნელის არის, სატანისტურია, ესეთია, ისეთია, წარმოდგენა არ აქვთ საერთოდ სუროგაცია რა არის. მოდი, ჯერ აღვწერ რა პროცესი ხდება სუროგაციის შედეგად. სუროგაციის შედეგად არანაირად არ ხდება ღვთის ქმნადობაში ჩარევა. არანაირი ცვლილება არ ხდება გენეტიკაში. უბრალოდ იღებენ კვერცხუჯრედს, სპერმატოზოიდს, როგორც ბუნებრივად შეერთდებოდა, ისევე აერთებენ, ეხმარებიან რომ განაყოფიერდეს კვერცხუჯრედი და შემდეგ ათავსებს სუროგატი დედის მუცელში სიცოცხლეს. არანაირი სამყაროს მექანიკა არ ირღვევა. არ ხდება შიგნით კვერცხუჯრედში ჩარევა, გენეტიკური ცვლილება, არაფერი ცვლილება არ ხდება. ყველაფერი ისეა, როგორც უნდა იყოს. არ ირღვევა უფლის კანონი. მაგრამ მოძღვრებმა წამოიწყეს ისეთი კომპანია, რამაც გამოიწვია საზოგადოებაში სუროგატი დედების მიმართ დიდი აგრესია. ამ აგრესიამ გამოიწვია ის, რომ სუროგატი დედების წყევლა დაიწყეს. პირდაპირ წყევლები კომენტარებში, ისე, ასე და იმის ნაცვლად, რომ ლოცავდნენ სუროგატ დედებს, დაიწყეს მათი წყევლა. მაშინ, როდესაც თავად ღვთისმშობელი მარიამი იცავს ყველა დედას, მათ შორის სუროგატ დედას. და სუროგატი დედების დევნა დაიწყეს. იმის ნაცვლად, რომ მაღალ პედესტალზე დაიყენებიათ ისინი. რატო? ყველაფერს ავხსნი და თავად გამოიტანეთ აზრი, როდიდან გახდა სიცოცხლის შთაბერვა და დედამიწაზე მოვლენა ბოროტება. როდიდან გახდა ეს? რისთვის წყევლით სუროგატ დედებს? სიცოცხლეს რომ ავლენენ დედამიწაზე და მთელი ცხოვრება უდიდეს მადლში რომ ამყოფებენ მათ მშობლებს? მოძღვარი უნდა მოუწოდებდეს მშვიდისკენ, ადამიანების სიყვარულისკენ. მათ გამო უბრალო მოქალაქეებმა დაიწყეს სუროგატი დედების წყევლები. სუროგატი დედები ამ კომენტარებს რომ ითხოვლობენ, მათ წყევლას უსმენენ და ამ ყველა დევნაში არიან, მათი უმრავლესობა სტრესს განიცდის და ამ სტრესის გამო მათ მუცელი ეშლებათ. აცნობიერებთ რას გიხსნით? თქვენ რომ სუროგატ დედებს წყევლით და დევნით, ისინი განიცდიან სტრესში არიან, დაშინებული არიან, მართლა სატანისტურ რაღაცას ხო არ ვაკეთებ, იმას ხომ არ ვაკეთებ და ამ სტრესების გამო მუცელი ეშლებათ. და სწორედ რომ შენ მოძღვარო ნალაპარაკები თუ გაქვს სუროგატ დედაზე რომ სატანისტურია, ბნელის არის და ეს ყველაფერი არის, შენ პირადად ბავშვი ყავს მონაკლავი. ოღონდ ამას შენ არასოდეს არ დაიჯერებ. შენს გამო წყევლები დაიწყეს. მერე ამ წყევლებს მოყვა დასტრესვა სუროგატი დედების და ამ სტრესმა გამოიწვია მუცლის მოშლა. და ამის გადახდა მოგიწევს შენ უფალთან გარანტირებულად გეუბნები. შენ ისე იქადაგე, რომ სუროგატი დედების წყევლა დაიწყო ხალხმა და დევნა და ამის გამო სტრესში ჩავარდნენ. ისინი ხა როგორია, რომ გეუბნებიან, რომ სატანისტურია ეს და მუცელში რომ რაღაც წარმოიდგენ, რომ ცუდი ყავს. და ამის გამო უდიდეს სტრესში რომ ვარდება დედა. საერთოდ დედა გახსოვს რა არის? საერთოდ ქართლის დედას ამჩნევ ნარიყალაზე თუ საერთოდ თვალებში სიბრმავე გაქვს? რას ნიშნავს დედა? გახსოვს საერთოდ? და როგორ უნდა მოეპყრა ნებისმიერ დედას? გახსოვს საერთოდ? არაფერი აღარ გახსოვს შე მაგ ბოროტებას რომ ჩადიხარ. თან უვიცობით, ვიმეორებ, არანაირი ჩარევა არ ხდება გენეტიკაში. უბრალოდ ხელშეწყობა ხდება, რომ ჩაისახოს ბავშვი. გარანტირებულად გეუბნებით, სუროგატი დედა არის მადლით მოსილი. რატომ? იმიტომ რომ მან სამყაროში წარმოქმნა იმხელა მადლი, მოძღვარო, რომ შენ მთელი ცხოვრება მაგ მადლს ვერ წარმოქმნი. რატომ? იმიტომ რომ მან შთაბერა სიცოცხლე, შემდეგ ეს სიცოცხლე გადასცა მშობლებს და მთელი ცხოვრება რა სიყვარულსაც განიცდიდნენ ეს მშობლები ამ ბავშვთან მიმართებაში. ეს მადლი მიდის წილი სუროგატ დედას, რადგან მის გარეშე ეს მადლი არ იქნებოდა, ეს სიყვარული არ დაიბადებოდა დედამიწაზე და ტრილიონობით სიყვარული დაგროვდა ერთი ბავშვის გაჩენით თუნდაც. რა პროცესებშიც მშობლები ზრდიდნენ, სიყვარულს უზიარებდნენ, ეფერებდნენ
იცოცხლებოდნენ, ყველაფერი ის სიყვარული რაც დაიბადა სუროგატი დედის მადლის შედეგად მოხდა და ის რომ არ ყოფილიყო ეს მადლი არ დაიბადებოდა და არ იქნებოდა ეს სიყვარული. ამიტომ სუროგატ დედას აქვს უდიდესი მადლი გადაცემული და გადაეცემა ყოველთვის, რადგან მან ეს გააკეთა, ეს კვალი დატოვა. შენ რა კვალი დატოვე? შენ ბავშვების გარდაცვლა დატოვე, რადგან დასტრესე სუროგატი დედები და ამ სტრესის გამო მუცელი მოეშალა. შენ გონია მადლს ტოვებ და ზემოთ რომ მოხვდები ყველა მდითხანს გაცოცხლოთ. შენ გონია რომ უფალთა რომ მიხარ, უფალო ამდენი ვილოცე. შენ არა, შენ აქეთ წადი სიბნელეში. შენ ბავშვების მკვლელი ხარ, გეტყვის. სუროგატ დედას ეტყვის. შენ იმდენი მადლი დატოვე დედამიწაზე, აი რო შეხედავს ქრისტე, ღვთისმშობელი მარიამი. შენს გამო ამ ბავშვის მშობლებმა წარმოქმნეს ბუმბერაზი სიყვარული, მილიონობით კილოვატი სიყვარული წარმოქმნეს. შენ ხარ ამის მიზეზი სუროგატო დედა და აი შენ მადლი. ხოლო შენ მოძღვარო გადადი სიბნელეში. იქ არის შენი ადგილი. ეს არის რეალობა. შენ ამას მიიღებ თუ არ მიიღებ, გარანტირებული შენი რეალობაა ეს. ამიტომ მოინანიე ეს მოძღვარო და შეეშვი ამ ბოროტებას. ელემენტარული ისწავლე, ბიოლოგია მაინც ისწავლე, სანამ რამე ლაპარაკს დაიწყე ბოროტებაში. სწორედ რომ უმეცრება გალაპარაკებს ამას და ბოროტებაა უმეცრება. მერე უბრალო მოქალაქეებს აწევრინებ დედას. მარტო ბავშვების გარდაცვლა კი არ გედება, ვალად, არამედ იმ ადამიანების ცოდვაში ჩაგდება ათასობით და 10,000-ობით, რომელიც სიცოცხლეს წყევli ან სუროგატ დედას რომ წყევli, შენ მასში მყოფ ბავშვსაც წყევli. აი ის ადამიანები, რომლებიც ამ წყევლამდე მიიყვანე, მათი ცოდვებიც შენი გადასახდელია და იმ ადამიანების გადასახდელიც არის, რა თქმა უნდა. სუროგატო დედებო, თქვენზე მთელი ცხოვრება გადმოვა უდიდესი მადლი. ის მადლი, რა მადლიც წარმოქმნით იმ მშობლებში, რომელსაც ეს სიცოცხლე აჩუქეთ. ესე მუშაობს სამყაროს მექანიკა. შენ რასაც დათეს, იმას იმკი და შენ დათესე სიცოცხლე, რომელიც მთელი ცხოვრება ამ ადამიანებში, მათ მშობლებში უდიდეს სიყვარულს ბადებს ყოველდღიურად. შენი დათესილია ის, შენს გარეშე ვერ მოხდებოდა. უფლის მადლით ხარ მოსილი და შენ გამოდიხარ და წყევli სუროგატ დედას, განსჯი, ამ ყველაფერს ნაძირლობას აკეთებ იმ ადამიანის მიმართ, რომელმაც სამყაროში მოიტანა ტონობით სიყვარული სხვა ადამიანში. ბოროტებაში ისე გაგდებენ ხალხო, რომ თქვენ თავადაც ვერ აცნობიერებთ. უფალი უყურებს ამას ესე. ვინ რა მოიტანა სამყაროში? სუროგატ დედას უყურებს და მან მოიტანა მილიონობით ბედნიერი მომენტი ადამიანის ცხოვრებაში. მორჩა, მადლით არის მოსული ის ადამიანი. შენ გიყურებს მოძღვარო რა მოიტანე, წყევლა, კრულვა, ბავშვების გარდაცვლა ამ წყევლის გამო, სტრესის გამო. სტრესი არ შეიძლება ფეხმძიმე ქალისთვის და ეხა როგორია ხალხი და ყველა რომ გეუბნება და თან გაცნობიერებული არ ხარ სულიერებაში და გეუბნება ყველა რომ სატანის მოციქული ხარ. აი როგორია თან ფეხმძიმე ხარ, ჰორმონალური დისბალანსი გაქვს, ემოციური ხარ. შენი გადასახდელია ეს და უფალი ხედავს ამას ესე რომ შენ უდიდესი ბოროტება დათესე. ეხლა შევეხები იმ ფუნდამენტურ მდგომარეობას, რომელსაც მიზეზად იყენებთ, რომ სუროგაციაში ადამიანი ფულს იღებს. და რატო იღებს სუროგაციაში ადამიანი ფულს? თქვენ საერთოდ რომელი პლანეტიდან მოფრინდით? საერთოდ რამე განათლება, გაცნობიერება, მოყვასი, ღვთიურობა სად დატოვეთ? მოძღვრებით დაწყებული და უბრალო მოქალაქეებით დამთავრებული. სად დატოვეთ? თქვენი ღვთიურობა მაინტერესებს, იმიტომ რომ აშკარად გათიშულები ხართ მყარად. რატომ? ქალში რომ ისახება ბავშვი, სუროგატი დედა იქნება ეს თუ ისე, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მთელი ორგანიზმი იფიტება. ანუ ადამიანს აკლდება სიცოცხლის წლები, რადგან სიცოცხლის ჩასახვას და მის გაზრდას მუცელში ჭირდება კოლოსალური ენერგია და რესურსები. პირდაპირ ძვლებიდან გამოდის სასიცოცხლო ნივთიერებები, კუნთებიდან, ტვინიდან, კანიდან, ყველაფრიდან გამოდის სასიცოცხლო ნივთიერებები. ადამიანი კარგავს წლებს, სასიცოცხლო წლებს კარგავს. როცა ქალი ბავშვს აჩენს, მედიცინურად გიხსნით, ღრმად არ შევდივარ ეხლა, პირდაპირ წლებს კარგავს, რადგან ამ სიცოცხლეს უნაწილებს ბავშვს და საკვები რაც არ უნდა მიიღოს სუროგატმა დედამ, ის ამას ვერ აკმაყოფილებს, ვერ აკომპენსირებს, რადგან სიცოცხლის შთაბერვას, მის გაჩენას ჭირდება სიცოცხლის მიცემა. უბრალოდ კი არ მიცა სიცოცხლე. რატომ არის რომ მან სიცოცხლე მიცაო? მისი სიცოცხლე გაუნაწილა სუროგატმა დედამ. და შენ ფულზე ლაპარაკო? ვერანაირი ფული ვერ დააკომპენსირებს იმ სიცოცხლის დანაკარგს, დანაკლის, რაც აკლდება სუროგატ დედას. პირდაპირ სიცოცხლეს გარეგნობას, სილამაზეს, ყველაფერს კარგავს. და რატო თანხდება სუროგატი დედა ამას? იმიტომ რომ პირველ რიგში მადლით არის მოსილი, მერე მეორე ისე უჭირს, მართლა უჭირს, რომ თანხდება. შენ არ თანხდები მაგას, იმიტომ რომ არ ყოფნის გამბედაობა. ზოგი ადამიანი საკუთარ შვილს არ აჩენს იმის გამო რომ ეს იცის, რომ სიცოცხლე დააკლდება, კანი გაუბუჭდება, დაბეჭავდება და ესეთი გამოდის და სუროგატ დედას წევლის. რა ბოროტებასა და უმეცრება
ამაში ხართ ხალხო რატო ხართ ამაში ურჯულო კომუნისტებს ესმოდათ ურჯულო კომუნისტებს სისხლს რომ გადაუსხამდა ვინმეს 100 გრამს ადამიანი შოკოლადს აძლევდნენ და პროდუქტ საკვებს აძლევდნენ და ამ ყველაფერს აძლევდნენ მათ ესმოდათ ეს რომ სისხლის გადასხმაც კი 100 გრამი აკლდება და სიცოცხლეს აძლევს სიცოცხლეს და თქვენ არ ყოფნით ვითომ ქრისტიანებს და ვითომ მართლის მადიდებლებს ვითომ მართლმადიდებლებს ელემენტარული გაცნობიერება რომ ადამიანი საკუთარ სიცოცხლეს უნაწილებს ნაყოფს და ფულზე ლაპარაკობ ის ფული 10 ჯერ მეტი რო გადაუხადო ვერ დააკომპენსირებს იმ დანაკლის რასაც ის ადამიანი კარგავს და ის სუროგატი დედა რატო თან ხდება მაგას იმიტომ რომ შვილს ვერ კვებავს მე ვიცი მათი ისტორიები გაჭირებაში არიან და მეძავად არ წავიდა მრუშობაში არ წავიდა და ამ ყველაფერში და სიცოცხლის შთაბერვა გადაწყვიტა მადლის მოტანა გადაწყვიტა დედამიწაზე ამ ყველაფერში და სატანისტს უწოდებ და მართლა მრუშებს რომლებიც ტელევიზიით გამოდიან და პოპულარულები რომ არიან და მართლა მეძავები რომ არიან და მართლა მრუშობაში და მართლა სიმახინჯეში რომ არიან ის მოგწონს და წეული სიცოცხლის შთაბერს აი ამ სიმახინჯეში ცურავ ყელამდე აქ ხარ ისეთ სასიცოცხლო რესურსს ხარჯავს რომელიც არ კომპენსირდება თანხით არც საკვებით და იმ საკვებსაც თავის თავზე არ ხარჯავს მშიერ შვილებს აჭმევს ეხლა რატომ მოხდა ეს ამბავი რატომ წეულია სუროგატდედებს რატომ მივიდა ეს მდგომარეობა ესეთ ბოროტებასთან ბოროტი არ ესხმის თავს ბოროტს იცოდეთ ეს ბოროტი ყოველთვის თავს ესხმის სიკეთეს და სიყვარულს სადაც მიწვდება იდეალურია ბნელისთვის რომ ფეხმძიმე ქალი გაწყევლინოს ამაზე დიდი ბოროტება რა უნდა გაგაკეთებინოს შენ ცხოვრებაში მაინტერესებს რომ ფეხმძიმე სიცოცხლის შთაბერავ მადლით მოსილს წეული რომელსაც ღვთისმშობელი მარიამი იცავს აი მაინტერესებს ამაზე დიდი ბოროტება რა შეიძლება გაგაკეთებინოს ბნელმა მოინანიე თუ რამე ნაწყეული გაქვს სუროგატ დედაზე თუ რამე ნათქვამი გაქვს და ლოცვები გაუგზავნე ამით მოინანიე ლოცე უფალო მიეცი სიცოცხლე შენ რომ ის წევლე და ამ ქალთან ერთად მისი ბავშვი წევლე ვერ ხვდები ამას ერთი რო არის მშობელი და დედა მუცელში ერთი როა ორივეს რომ წეული მშობლები რომ 10 წელი 20 წელი ელოდებოდნენ და მზე და მთვარე ამოდით როდის დაიბადება ბავშვი და შენ რომ უწყეული იმ შვილს და შენს გამო გარდაიცვალა იმიტომ რომ სტრესში ჩააგდე და ეს მადლი წაართვი ამდენს ვერ ხვდები ხო ვერ ხედავ თქვენ ამას მე ამ ყველა მოვლენას ვხედავ დეტალებში და თქვენ ამას ვერ ხედავთ ბრმები ხართ და არ გინდათ ამ სიბრმავიდან გამოხვიდეთ გამოდით ამ სიბრმავიდან მოინანიეთ და დღეიდან აღმატებულ მდგომარეობაში ჩააყენეთ სუროგატი დედები დალოცეთ მოდი თქვენ ენაზე გეტყვით აი თქვათ და თქვენ ენაზე უმეცრების ენაზე სატანის მდგომარეობაში არის უნდა წევლო თუ უნდა ლოცო პირიქით მოძღვარი იქნები თუ სხვა იქნები ესეც კი არ ყოფნის რომ სატანის მდგომარეობას უწოდებ და ისიც კი არ ყოფნის რომ ხალხს მოუწოდო ლოცეთო ისო ესეც კი არ ყოფნის რომ ლოცო მაინც თუ მართლა შენი ბნელი გონებით ფიქრობ რომ უჭირს სუროგატ დედას აი თუ ფიქრობ რომ ბნელი ყავს ვიღაცას ის უნდა წევლო თუ ის უნდა ლოცო ამის უნარიც არ ყოფნის არაფრის უნარი არ ყოფნის რისთვის ხარ მაგ შენ იქ არ უნდა იყო შენ არ უნდა იყო მოძღვარი რომელიც სიცოცხლეზე დედაზე ქართველისთვის თან დედა ქართველისთვის დედა ქართლის დედის ძეგლი დადგა და შენ სრულ სიბრმავეში ხარ ნუ სტრესავთ სუროგატ დედებს მადლობა გადაუხადეთ რომ დედმამას მთელი ცხოვრება ბედნიერებას მიანიჭებენ გააბედნიერებენ მადლობა გადაუხადეთ რომ ესეთ გმირობას აკეთებენ რასაც თქვენ არიზამთ მადლობა უნდა უხადოთ სუროგატ დედებს და ხელის გულზე ატაროთ და ამის ნაცვლად რას აკეთებთ ამის ნაცვლად რას ჩადიხართ მართლა თქვენ უმეცარნო თქვენ ბნელის უკუნეთის კვიდრნო რას ჩადიხართ გამოძევდით მაქსი ბნელიდან და შუქში გადადით თქვენი ამ დამოკიდებულების გამო თან სუროგატმა დედამ ეს ყველაფერი არ იცის სულიერება ეს ყველა სულიერი მეცნიერება არ იცის და გაბრაზებულია მის ორგანიზმში ტოქსიკური ნივთიერებები გამოიყოფა კორტიზოლი გამოიყოფა რომელსაც ბავშვი იღებს ბავშვზე იგრუზება ბავშვზე ბრაზდება რადგან ვერ გაიგო რა მოხდა ყველამ შეუტია და ამ მდგომარეობაში აგდებთ დედას ხო დედას და თქვენგან დაცვა უწევს ღვთისმშობელ მარიამს შენგან უწევს მოძღვარო ღვთისმშობელ მარიამს რომ დაიცვას დედა შენგან იცავს და ვერ იცავს იმიტომ რომ აუჯანყე საზოგადოება და ათასობით ადამიანს აწევლინე და ნაყოფი დააკარგვინე რანაირად გძინავს ღამე აი მე ვერ ვიგებ რანაირად გძინავს ღამე ამას რო აკეთებ იმიტომ რომ შენ ვერ აცნობიერებ რა სიბნელეში ხარ და ამიტომ შენ რომ აცნობიერებდე რა გააკეთე შენ რომ აცნობიერებდე შენ ღამე აღარ დაგეძინება პირდაპირ გარანტირებულად გეუბნები ღამე არ დაგეძინება თვეები რადგან შენ გააკეთე ეს შენ ფიქრობ რომ აუცილებელია პირადად გაუყარო დანა აი ამ
უმეცრებაში ხარ. ფიქრობ რომ პირადად გაყრა დანის გეთვლება და ის არ გეთვლება. შენ ამას ფიქრობ ესე. გარანტირებულად გეუბნები პირადად მოგითხოვება ყველაფერი. უფალი მოგთხოვს ყველაფერს, ჩამოგიწერს ყველაფერს და გადაგაგდებს სიბნელეში. რადგან შენი ადგილი იქ არის. შენი ადგილი არ არის ღმერთის გვერდით, ვერ ხვდები? ბოროტების მთესველი ხარ. ხელი შეუწყვეთ სუროგადედებს, სიყვარული გაუგზავნეთ, ლოცეთ, მადლი უთხარით, მადლობა უთხარით რომ ის მშობლებს შვილს აძლევს. ჯერ როგორია მუცელში ზრდი შვილს და მერე გიწევს მიცე. ეს ცალკე ფენომენია, ამის დათმობა არის ცალკე ფენომენი დედისთვის. მუცელში ზარდა და მერე უწევს მიცეს მშობლებს. ძალიან დიდი ფსიქოლოგიური ტკივილის გავლა უწევს, იმიტომ რომ იმ შვილს ენერგიულად, სულიერად, ყველანაირად მიმაგრებულია მუცელში და რომ შორდება დიდ ტკივილს და განცდას განიცდის და მოკლედ ძალიან გმირები არიან სუროგატი დედები. და რა გააკეთეთ ეს? როგორ გააკეთეთ ეს როგორ გააკეთეთ სუროგატი დედების მიმართ? როგორ ჩაირინეთ ესეთი რაღაცა? ესე დაეცით. ქართველს დაგავიწყეს დედა რა არის? დედა დაგავიწყეს რა არის? და უდიდეს ბროტებას ჩაგაგდეს. სუროგატი დედები ატარეთ ხელის გულზე. მით უმეტეს ისეთი დრო მოდის, ნაგავი საკვებით იკვებებით, გამუდმებით სტრესში ხართ, ამის გამო არ გიჩნდებათ შვილები, ჰიპოფიზი ზიანდება და ფარისებრი ჯირკვალი, რომელიც პირდაპირ კავშირშია კვერცხუჯრედის ჩამოყალიბებაში. თქვენ სუროგატ დედებზე უნდა ილოცებოდეთ, რომ მომრავლდნენ თქვენთვის. შვილები აღარ გიჩნდებათ, ვერ ხედავთ? იმდენად ნაგავი საკვებით იკვებებით, იმდენად დაბინძურებული ხართ ემოციურად, ენერგიულად, ყველანაირად, რომ შვილები აღარ გიჩნდებათ. და უფალმა გამოგიგზავნა სუროგატი დედები და წყეული. აი, ესეთ რაღაცეებს რომ ვეცნობი და ვიაზრებ, მართლა მგონია რომ სიზმარში ვარ და მე სიზმრებით თქვენ და თქვენ ხართ ჩემი კოშმარული სიზმარი. იმიტომ ხართ კოშმარული სიზმარი, რომ ვერცერთ რეალობაში მე ამას ვერ წარმოვიდგენდი, რომ თქვენ ამ მდგომარეობაში ხართ, რომ ამას აკეთებთ, რაც აღწერეთ. ისე გააბოროტეთ საზოგადოება და ისე აწყევლინეთ სუროგატი დედა, რომ ემოციურად ისე ჩავარდა თქვენი წყევლების გამო და ისე დაისტრესა, რომ 2 დღე ვერ დგებოდა საწოლიდან და მერე მუცელი მოეშალა. აი, ცრემლი მადგება თვალებზე. რას ჩადიხართ ხალხო? რას აკეთებთ? ვერ ვიგებ რას აკეთებთ? რატო აკეთებთ ამას? არა უშავს. ბოლო ჟამის დროს მოგეკითხებათ ყველას ყველაფერი. ამ ბოროტებას რო ჩადიხართ. რთულია ამ ყველაფერზე ლაპარაკი, იმიტომ რომ თქვენ ამას ისმენთ როგორც ამბად და მე ამ ყველაფერს ვხედავ. რატო მოხდა, როგორ მოხდა, კავშირები საიდან წამოვიდა, რატო წამოვიდა, ვის გამო მოხდა და ამ ყველაფრის დანახვა ძალიან მტკივნეულია. რატომ აკეთებთ ამ ბოროტებას? შეეშვით ამ ბოროტებას ხალხო. ყველას მოგიწევთ ძალიან მძიმედ გადახდა ამ ყველაფრისთვის. ძალიან მძიმედ გადახდა მოგიწევთ ამ ყველაფრისთვის. ნუ იგდებთ თავს ამ ცოდვაში. გამოსწორდით, შუქისკენ მიტრიალდით. ნუ უსმენთ, მოძღვრებს კი არა, საერთოდ არავის არ მოусმინოთ, რომელიც არ გიხსნით დეტალურად არაფერს და უბრალოდ გეუბნებათ, ეს არის ბოროტება, ის არის სიკეთე. ერთხელ არ მაქვს თქვენთვის ნათქვამი, ეს არის ბოროტება, ეს არის სიკეთე, რომ არ ამეხსნა ფუნდამენტურად. იმიტომ რომ ეს არის უდიდესი ცოდვა. უბრალოდ თქვა, ისაა ცუდი, ესაა კაი. ფუნდამენტურად თუ არ ახსენი, რატოა ესე? რადგან ეს არის ბოროტება, როცა შენ არ ხსნი. რადგან ბნელი არ გახსნევინებს შენ არაფერს და როცა რაღაცას არ ხსნი და ისე იძახი, ის ისეთია, ეს ესეთია, ეს იცოდე რომ ეს არის პირდაპირ ბნელისგან. არ მოусმინოთ მოძღვრებს, არ მოусმინოთ არავის, თუ ფუნდამენტურად არ აგიხსნა, რატო არის ის ბოროტება და რატო არის ის სიყვარული და სიკეთე. უფალო გაუნათე ყველა ქართველს გული, სული, აჩვენე შენი სულის ხმა მათ გულებში. უფალო აგვარიდი ამ ბოროტებას, უფალო დაგვიფარე, დაიფარე საქართველო, უფალო დაიფარე ყველა დედა, დაიფარე სუროგატი დედები, ყველა დედა დაიფარე, შენი კალთა შემოახვიე ღვთისმშობელო მარიამ. ამინ, ამინ, ამინ.